მოგესალმებით კოლეგებო. ჩვენ გვაქვს კვორუმი, შესაბამისად შეგვიძლია დავიწყოთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომა. დღის წესრიგით გათვალისწინებული არის ორი საკითხი. მნიშვნელოვანი საკითხი. ესენი გახლავთ ბატონი შოთა ბერეკაშვილის, ანტონო ბულაშვილის, მარიამ ლაშყის, ლევან მაჭავარიანის, ვახტანგ ტურნავას, ირაკლი კირცხალიას და სხვათა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები შრომით იმიგრაციის შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შეტანის თაობაზე და უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. ამავდროულად მეორე საკითხი არის საერთო სამართლობის შესახებ ორგანულ კანონშეცვლილების შეტანის თაობაზე ინიციატივა პროექტებთან ერთად, რომლის ინიციატორები არიან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები. გთხოვთ, რომ ხელნაწერი დავამტკიცოთ დღის წესრიგი. დიდი მადლობა. შეგვიძლია რომ დავიწყოთ ბატონ შოთას გთხოვთ მეორე მოსმენით წარმოგვიდგინოს კანონპროექტი და შემდეგ უკვე შეგვიძლია რომ დავიწყოთ განხილვა საერთო სამართლობის შესახებ ორგანულ კანონის პროექტის. გთხოვთ ბატონ შოთა, მოკლედ რომ გითხრათ რამდენიმე სიტყვით კიდევ ერთხელ საზოგადოების ინფორმირებულობისთვის რა შეეხება წარმოდგენილი ინიციატივა და შემდეგ უკვე დავიწყოთ მეორე მოსმენის წესით მოხლებრივი განხილვა. კიდევ ერთხელ აღნიშნული ცვლილებები ეხება შრომით მიგრაციას და ჩვენი მიზანი არის რომ კიდევ უფრო პროცესები გახდეს გამჭვირვალე და საშუალება მოგვეცეს რომ სრული აღრიცხვა მოხდეს შრომით იმიგრაციის ჩვენს ქვეყანაში და შემდეგ აღნიშნული დათვალიერებით მივიღოთ კონდეს სწორის დავაწარმოოთ სწორი სტატისტიკა და საბოლოო ჯამში მიზანი არის რომ ეკონომიკის იმ სექტორებში, სადაც აღინიშნება ჭარბი მიწოდება, იქ შეიზღუდება მიგრანტების დასაქმება, ხოლო და უპირატესობა მიანიჭება ადგილობრივ შრომით რესურსებს, ხოლო ეკონომიკის იმ სექტორებში, სადაც გვექნება დეფიციტი, რა თქმა უნდა, აღნიშნულ შემთხვევაში მიგრანტებს მიეცემა საშუალება, რომ შრომით მიგრანტებს მიეცემა საშუალება, რომ ჩაერთონ ეკონომიკურ საქმიანობაში, თუმცა აქ ჩვენ გვექნება უკვე ნათელი სურათი და ჩვენი მიზანი იქნება, რომ გადავამზადოთ ადგილობრივი შრომითი რესურსი და მივცეთ მათ შესაბამისი კვალიფიკაცია და ცოდნა და უნარჩვენები, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მოხდეს მათი წარმატებული ინტეგრაცია ქართულ ეროვნულ ეკონომიკაში და ჩვენი მიზანი არის, რომ ადგილობრივი შრომითი რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ და მოვახდინოთ მათი სრულყოფილი ინტეგრაცია ქართულ ეკონომიკაში. ეს აღნიშნული ცვლილებები ასევე საშუალებას მოგცემს, რომ შრომითი ბაზარი გახდეს უფრო ორგანიზებული, გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი და გაიზარდოს შრომითი ბაზრის პროდუქციულობა, რაც აუცილებელია თანამედროვე წარმატებული კონკურენტული ეკონომიკის შედეგობის პროცესში. ეს არის ძირითადი მიზანი და ყოველივე ეს მიგვიყვანს იქ, რომ შემდეგ 4 წლის პერსპექტივაში ჩვენ შევძლებთ საკუთარი შრომითი რესურსის სრულად გამოყენებას და ის უმუშევრობის პროცენტი, რომელიც არის დღეს 14%, გადამზადების და შესაბამისი კვალიფიკაციის ამაღლების პირობებში შევძლებთ, რომ მიზნობრივ 4-5%-ის მაჩვენებლებზე დავიყვანოთ. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულ ცვლილებებს, ბატონ თავმჯდომარე, გთხოვთ გავყევთ პუნქტების ხო, დავიწყოთ შრომით იმიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი ხომ არ არის მუხლი პირველში ცვლილება, მუხლობრივად გავყვეთ და არა პუნქტობრივად, როგორც გავხედავთ, ექვე პუნქტში, პირველი პუნქტის ექვე პუნქტში არის ცვლილება მომსახურების ორგანიზაციასთან დაკავშირებული. ხო, რო გითხრათ ესეც. მუხლი პირველი, მეორე პუნქტი დაემატა B პუნქტში, რომლითაც კანონს ემატება მომსახურების ორგანიზატორის განმარტება. კი ბატონო. კიდევ ხომ არა ასეგვავე ცვლილება გვაქვს მუხლი პირველი, მეხუთე პუნქტი დაემატა ჩანაწერი, რომლითაც განისაზღვრა შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლებების გაცემის მომსახურების საფასური, მათ შორის დაჩქარებული წესის გაცემის შემთხვევაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს. ასევე საფასურის მიმღებ უწყებად განისაზღვრა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. ამასთან მომსახურების საფასურის ოდენება
გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ასევე გვაქვს ცვლილება მუხლი პირველი მერვე პუნქტი დაზუსტა ნორმა და ადგილობრივ დასაქმებელთან ერთად ჩანაწერს დაემატა მომსახურების ორგანიზატორიც, რომელთანაც შრომითი იმიგრანტის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობის განხორციელება გამოიწვევს მათ დაჯარიმებას. ბატონო კოლეგებო, შენიშნები მოსაზრებები, კითხვები ხომ არ არის? ასეთი არ არის. მაშინ შემდეგი კანონპროექტი უცხოურ და მოქალაქეების სამქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის სრულების შეტანის თაობაზე. მუხლობრივად გავყვეთ აქაც მუხლი პირველი. ხო, აქ მუხლი პირველი პუნქტი დაემატა B ქვეპუნქტი, რომლითაც იზრდება უცხოელის მიერ D5 კატეგორიის ვიზის აღებების თანხა. მას 100,000 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარის ნაცვლად მოუწევს 150,000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ღირებულების უძრავი ქონების შეძენა. აქ გაიზარდა ქვედა ზღვარი, რომელიც ჰქონდა. და უბრალოდ ქონების შეძენაც არ არის აპრიორი დროებითი მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძველი, ან D5 კატეგორიის ვიზის გაცემის საფუძველი, იმიტომ რომ სხვა პირობებიც უნდა არსებობს. ეს არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა. კი ბატონო. შემდეგი ცვლილება არის მუხლი პირველი მეორე პუნქტი დაემატა B ქვეპუნქტი, რომლითაც იზრდება უცხოელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის თანხა, მას 100,000 აშშ დოლარის ნაცვლად მოუწევს 150,000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ღირებულების უძრავი ქონების შეძენა. კი ბატონო, კიდევ გვაქვს კანონპროექტს დაემატა მე-4 და მე-5 პუნქტები, რომლითაც კანონს ემატება საქართველოში კანონიერის საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენისა და საქართველოსთან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსების ნორმები. აი ეს ცვლილები დაემატა მეორე მოსმენით. კოლეგებო, შენიშნები მოსაზრებები, კითხვები ხომ არ არის? ასეთი არ არის. დიდი მადლობა, პატრონშა და მადლობა. ხოლმე დავბრძანდეთ. და დღის დასაწყისად გათვალისწინებული ბოლო საკითხია, რომელსაც მე თან წარმოგიდგენთ. კოლეგებო, განვაგრძოთ სხდომა, განვიხილოთ დღის ეს რიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხს, ეს არის საქართველოს პარლამენტის წევრების არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, რატიო ნათამიშვილის, ალუდა ჰუდუშაურის, დავით მათიკაშვილის და სხვათა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საერთო სასამართლოების შესახებ, საქართველოს ორგანულ კანონის სრულების შეტანის თაობაზე და საკანონმდებლო სრულების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები პირველი მოსმენით განვიხილოთ დაჩქარებული წესით. მოხსენებელი ბატონი არჩილ გორდულაძეა და ბატონ არჩილ გთხოვთ შესაბამისად წარმოგიდგინოთ ძირითადი პრინციპები აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის. მადლობა ბატონ თორნიკე. კოლეგებო, ისევ და ისევ როგორც გუშინ მოგახსენეთ, დღესაც ჩვენთვის არ ახალია ეს საკითხი საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები, იმიტომ რომ ჩვენი მომზადებული და დამუშავებულია, მაგრამ ისევ და ისევ საზოგადოების ინფორმირებულობიდან გამომდინარე, თუ ვთქვათ ამავდროულად თუ დამატებითი კითხვების და შენიშვნების იქნება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ამ საკითხებზე მსჯელობა. განსახილველად წარმოგიდგენთ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე თამდევ პროექტებთან ერთად. ზოგადად რომ ვთქვათ, თუ რა მიზანი აქვს წარმოდგენილ ცვლილებებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა რომ აუცილებელია და ამავდროულად მართლმსაჯულების განსახორციელებლად უმნიშვნელოვანესი რომ არის, რომ სისტემაში არ მოხდეს გინდა გარედან, გინდა შიგნიდან ნებისმიერი პირისგან ჩარევა, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია და შესაბამისად სახელმწიფოსაც აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ შეიმუშაოს ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც მაქსიმალურად მოახდენს სასამართლო სისტემაში ჩარევის პრევენციას, მას ეწოლის ან პასუხის მოთხოვნის შესაძლებლობას და ამავდროულად მართლმსაჯულებას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ის იოპერიროს ისე, რომ მოემსახუროს საზოგადოებას და რაც თავარია სასამართლო როგორც კრებსითაც რომ თქვათ დიდი სერვისის მიმწოდებელი, ანუ მართლმსაჯულების მიმწოდებელი სისტემა, რომელიც ახორციელებს უმნიშვნელოვანეს
ფუნქციებს მნიშვნელოვანია რომ მისი საქმიანობაც იყოს უფრო მეტად მორგებული თანამედროვე რეალობას, თანამედროვე გამოწვევებს და პრაქტიკაში არსებული რიგი საკითხების დაზუსტებაც მოხდეს. Შემიძლია რომ პრინციპების დონეზე მივყვეთ, მაგრამ იდეაში საკითხები მოცულობითია და თითოეული საკითხი მუხლობრივად და პრინციპების დონეზეც თითქმის შეგვიძლია რომ ერთ დონეზე განვიხილოთ. პირველი საკითხი, რასაც ეხება წარმოდგენილი ცვლილებები, ეს არის მოსამართლესთან კომუნიკაციის საკითხი. ნებისმიერ პირს აკრძალული ექნება, რომელიც მოსამართლის ან ზოგადად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით ცდილობს მოსამართლესთან რასათანადო კომუნიკაციას, პირი ჩაითვლება დაინტერესებულ პირად და ნებისმიერი ფორმით ან უკვე მიღებულზე, ან სამომავლოდ მისაღებ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით კომუნიკაციას მოახდენს მოსამართლესთან, ეს იქნება აკრძალული და შესაბამისად გამოიწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას და ჩვენ სამწუხაროდ წარსულში გვქონდა არაერთი შემთხვევა, ერთი ყველასათვის უკვე ცნობილი ფაქტი არის კონკრეტულ მოსამართლეს როგორ მოთხოვეს პასუხი მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და ანგარიში, ასე ვთქვათ, და ამავდროულად შემდეგ მოსამართლეს ერთ-ერთ ქვეყანაში ვიზიტიც კი აუგზავნეს, მივლინების სახით ვიზიტიც აუგზავნეს და შემდეგ საინტერესო ის არის, რომ ამ მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე სტრასბურგის სასამართლომ იმსჯელა და თქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იყო კანონიერიც და სრულად შეესაბამებოდა ევროპულ კონვენციას. ამავდროულად ზუსტება რომ ნებისმიერ პირს ნებისმიერი ფორმით იქნება ეს ვერბალური უხამსიქმედები ნებისმიერ სივრცეში, მათ შორის საჯარო სივრცეში, რომელიც მოსამართლისადმი უპატივცემულობას გამოხატავს და უკავშირდება მოსამართლის სტატუსს, გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას და ჩვენ ვხედავთ იქამდეც კი მივედით, რომ სასამართლო დარბაზში კონკრეტული ადამიანმა ჩაედინა ისეთი ქმედება, დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმპცია, რომელიც როგორც მინიმუმ სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავს. აქამდეც კი მივიდა ჩვენი რეალობა, რომ კონკრეტულად გარედან დაფინანსებული ადამიანი დავალება მიღებული, რომელიც არაფრად არ აგდებს არც სახელმწიფოს, არც ქართულ ხალხს და საზოგადოებას და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, შესაბამისად საქართველოს პარლამენტს, არც კანონს არ ემორჩილება, არც სასამართლოს არ ცემს პატივს და ზოგადად საკუდად არ მიაჩნია დედამიწა გალავნად, ესეთი ადამიანი შეურაცხყოფას აყენებს არა მხოლოდ მოსამართლეს, არამედ ზოგადად სახელმწიფოს მოსამართლეს, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელს და ზუსტად ეს არის ჩვენი მიზანიც მათ შორის, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებით კიდევ უფრო მეტად დახვეწილი მექანიზმი გქონდეს, რომ მოხდეს ასეთი ქმედებების პრევენცია. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს რა თქმა უნდა შესაბამისი სისხლის სამართლებრივი ნორმაც მოსამართლის შეურაცხყოფასთან დაკავშირებული. შემდეგი საკითხი, რაც ეხება, რასაც შეეხება, ეს გახლავთ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჯაროება, ნაცვლად მოქმედი რედაქციისა სასამართლო გადაწყვეტილებები გასაჯაროვდება საქმეზე შესაბამისი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. მთავარი, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება, რომ გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლოს ცნობები არის ღია, შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებებიც უნდა იყოს ღია და საჯარო და ეს ასეც არის ამავდროულად პერსონალური მონაცემები ადამიანებისა უნდა იყოს დაცული და იმისათვის რომ ოპერირებაც შესაძლებელი იყოს და ტექნიკურ დონეზე ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იყოს, საბოლოო გადაწყვეტილება როგორც კი შევა ძალაში, შესაბამისად პირველი, მეორე, მესამე ინსტანციის გადაწყვეტილებებიც გასაჯაროვდება. მთავარი რაც არის, რომ ნებისმიერ პირს ჰქონდეს შესაძლებლობა რომ გადაწყვეტილებას გაეცნოს და იკითხოს, ეს უზრუნველყოფილი იქნება, გარდა იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონმდებლობით არის აკრძალული, მაგალითად თუ ეხება ბავშვთა უფლებებს და მასთან ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული საკითხი განიხილებოდა. და თქვა კანონმდებლობით გათვალისწინებული მთელი რიგი სხვა შემთხვევებში. ამავდროულად სიახლე, რომელსაც წარმოგიდგენთ, რომელსაც დიდი ვნებათა ხელვა მოყვა და ძალიან ბევრი ინსინუაციაც, ეს არის სასამართლოში, სასამართლოს შენობაში, სასამართლოს ხდომის დარბაზში, სასამართლო ეზოში, ფოტო, კინო, ვიდეო გადაღება და ტრანსლაციასთან დაკავშირებული საკითხი. მოქმედი რედაქციის მიხედვით ყველას აქვს შესაძლებლობა, უმეტყველაში იგულისხმება ჯერ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომ ფოტო, ვიდეო გადაღება განახორციელოს, თუ არ მოითხოვს
ითხოვს საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაშინ სხვა მაუწყებლებსაც აქვთ შესაძლებლობა რომ ფოტო-ვიდეო გადაღება განახორციელონ და ამავდროულად არავითარი რეგულაცია არ არსებობს სასამართლო დარბაზში უშუალოდ მაუწყებლობის გარდა სხვა პირების მიერ ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით და სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ პრაქტიკაში რომ იდეაში ნორმა რომელიც არის აღჭურველი რომლის მიზანიც არის რომ საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს რომელიმე კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და საზოგადოებრივი ინტერესი უნდა დაკმაყოფილდეს რაც რა თქმა უნდა ყველანი ეთანხმებით ამ საკითხს ამ უფლებას ბოროტად იყენებენ ადამიანები პირდაპირ მნიშვნელობით და არ უნდა შეუშინდეთ ამ შეფასებას ბოროტად იყენებენ ადამიანები და ცდილობენ რომ სასამართლოს ხდომა და დარბაზში მოაწყონ შოუ და შემდეგ ამ შოუს მოწყობის გზით ბავშვი პოლიტიკური მიზნების შეასრულონ და არაერთი გვინახავს სამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების პოლიტიზირების მცდელობები რომელიც პირდაპირ სასამართლოს ხდომამდე იწყება გრძელდება სასამართლო პროცესი და შემდეგ საბოლოო ჯამში გვირგვინდება ხდომის დასრულების შემდეგაც სადაც საუბარი იყო და არის ხოლმე არაერთ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რომ საქმე პოლიტიკური მოტივებით არის მიღებული და შემდეგ 1000 კომენტარი თუ არასწორი ფაქტების დამახინჯების გამოტანა ხდება რეალურად საზოგადოების ინფორმირებულობა კი არა პირიქით დეზინფორმაციის გავრცელება ხდება ხოლმე სასამართლო პროცესებიდან საუბარი არის პოლიტიზირებულ გადაწყვეტილებებზე და შემდეგ გადის ხოლმე წლები და ამ კონკრეტულ საქმეთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას რომელიც ამბობს რომ როგორც სასამართლო სისტემის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ასევე სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული შესაბამისი პროცედურული გადაწყვეტილებები სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, არსებული საკანონმდებლო ჩარჩოც შესაბამისი არის და გადაწყვეტილებების შესაბამისი არის ევროპულ პრაქტიკასთან, ევროპულ კონვენციასთან. მაგრამ ნათქვამი და გავრცელებული რჩება გავრცელებულამდე, ხოლო მიღებული სიმართლე, დამტკიცებული სიმართლე ხდება წლების შემდეგ და ამ ადამიანებს საერთოდ სურვილიც კი არა აქვთ ხოლმე იქნებიან ეს გარეთ ყოფი ადამიანები, ანუ უცხოური სახელი და გვარის მქონე ადამიანები თუ ქართული სახელი და გვარის მქონე ადამიანები, რომლებიც ისევ და ისევ სხვას ემსახურებიან და არა ქართულ ხალხს და საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ბოდიშსაც კი არ იხდიან, წარსულსაც არ იხრიან და შემდეგ აგრძელებენ სხვა საქმესთან დაკავშირებით ზუსტად ანალოგიური კამპანიების წარმოებას. ერთი მხრივ უმნიშვნელოვანესია რომ დაცული იყოს სამართაჯულება, ანუ ადამიანებს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა რომ მიიღონ მასთან დაკავშირებით საქმეებთან გადაწყვეტილებები მოსამართლის მხრიდან მიღებული იყოს მშვიდ გარემოში მოსამართლეს ჰქონდეს შესაძლებლობა რომ მშვიდად განიხილოს საქმე და მიიღოს გადაწყვეტილება მტკიცებულებებზე დაყრდნობით თავისი შინაგანი წმენით როგორც ეს არის გათვალისწინებული ყველა სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში და ამავდროულად მეორე მხრივ საზოგადოებრივი ინტერესიც რომ იყოს დაცული ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით ბალანსი და დაბალანსებული საკანონმდებლო სივრცე უნდა ჰქონდეს, რასაც უზრუნველყოფს კიდეც წარმოდგენილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ასევე დარბაზთან მისასვლელ კორიდორშიც, ჰოლშიც და ამავდროულად სასამართლო ეზოშიც ფოტო, კინო გადაღება, ვიდეო გადაღება, ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი, სასამართლოს თვითონვე ექნება შესაძლებლობა რომ გაავრცელოს დღეს არსებული სასამართლო პროცესის ფოტო, კინო და ვიდეო გადაღების მასალები. თუ არ ეწინააღმდეგება ეს კანონს და ისევ მაგალითად ბავშვთა უფლებების დაცვას, ფერფლის დაცვას და ასე შემდეგ სხვადასხვა საკითხებს და ამავდროულად ინიცირებული ვერსიისგან განსხვავებით გთავაზობთ კოლეგებო რომ კონკრეტულ სასამართლო პროცესზე, სასამართლოს ხდომაზე ფოტო-ვიდეო გადაღების დაშვებასთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოების მაღალი ინტერესების შესაძლებელი იყოს ერთ-ერთი საფუძველი, რომელსაც იქნება ასეთი გადაწყვეტილების მიღებისა და ამ მხრივ მივიღებთ ჩვენ ბალანსს, როდესაც შესაძლებელი იქნება რომ ერთი მხრივ პროცესი ჩატარდეს ისე როგორც უნდა იყოს სასამართლოს ხდომა, ხოლო მეორე მხრივ საზოგადოებრივი ინფორმირებულობის სტანდარტიც იყოს შესაბამის დონეზე დაცული და კიდევ ერთი
სულ რამდენიმე ქვეყანა შეიძლება ნახოთ, სადაც აბსოლუტურად ყველაფრის გადაღების შესაძლებლობა აქვს სასამართლოს ხდომის მიმდინარეობისას. აბსოლუტურად უმრავლეს ქვეყანაში ყველგან სპეციალურ ნებართვას არის დაქვემდებარებული, როგორც ჩვენ შემთხვევაში არის მაგალითად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ექნება შესაძლებლობა, რომ ზოგადად მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტულ ხდომაზე ვიდეო ფოტო გადაღების და ტრანსლაციასთან დაკავშირებით. ან ზოგადად არის სრულად აკრძალული და არავის არ აქვს შესაძლებლობა, რომ სასამართლოს ხდომის მიმდინარეობა გადაიღოს, ან მეორე მხრივ სპეციალურ ნებართვა უნდა გაიცეს ყოველი კონკრეტული ხდომისათვის. თუ ადამიანები უცხოეთში, მაგალითად საზღვარგარეთ, იცავენ ადამიანის უფლებას, რომ შვიდგარემოში და სამართლიანი სასამართლოს პირობებში მიიღოს მართლმსაჯულების სერვისი, მაშინ რატომ არ უნდა იყოს ზუსტად ეს ჩვენს შემთხვევაშიც და რატო ვართ ჩვენ ქართველები ვინმეზე ნაკლებები? მე მგონი რომ არა ვარ და პირიქით ჩვენი ღირსება სხვაზე არანაკლებია, არ გავგრძელდები სხვადასხვა ქვეყნის დასახელებას არ მოვიყვან ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა. სწორედ ამას ემსახურება ჩვენს მიერ წარმომადგენელი ერთ-ერთი ცვლილება და აბსოლუტური ტყუილია, რომ უკარბრუნდებით და ასე შემდეგ, რეალურად აქ არის ბალანსი. ჩვენ როდესაც გქონდა სამწუხაროდ გავრცელდა კიდევ ერთი სულ ამდენიმე წუთის წინ ჩვენი ხდომის დაწყებამდე, გავრცელდა ინფორმაცია სახალხო დამცველის მიერ, რომელსაც ვერ დავეთანხმებით, რა თქმა უნდა, მის წარმომადგენელიც არ დასამსად კითხვების შესაძლებლობაც იქნება დასმული იყოს 2007-2013 წლებში. ბრუნდებით, რაც არის აბსოლუტური დეზინფორმაცია, მიწევს ამის თქვა, მაგრამ ასეა. პარტიული მიზეზიდან გამომდინარე, რომ ამ წლებში საერთოდ შეუძლებელი იყო ხდომაზე დასრებაც კი მთელ რიგ შემთხვევებში საერთოდ საუბარი არის ვიდეო გადაღებაზე და ფოტო გადაღებაზე და საერთოდ არავითარი საშუალებაც კი არ არსებობდა სისხლიანი რეჟიმის მიმდინარეობისას, რის გადაღებაზე არის საუბარი, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა იყო ქუჩებში და აბსოლუტურად დახურული სისტემა იყო ყველა მთელი საჯარო სამსახური და პირიქით ახლა ჩვენ ღიანი ვართ. ამავდროულად ვიცავთ ბალანსს. და ბალანსის დაცვა ისევ და ისევ ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტიდან არის გამომდინარე, იმიტომ რომ უნდა ვიცოდეთ, რომ სასამართლო პროცესი არის შეჯიბრებითი, ორივე მხარეს აქვს უფლება და ვალდებულება, რომ თავისი სიმართლე ამტკიცოს, იქნება ეს სამოქალაქო პროცესი თუ სისხლის სამართლის პროცესი, განსხვავებული, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციული საქმის წარმოება, რომელიც ინკვიზიციის ხასიათით, ინკვიზიციურობით ხასიათდება. რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, უზენაეს სასამართლოში დიდი პალატა მოქმედი რედაქციის მიხედვით შედგება არანაკლებ 12 მოსამართლისგან, რომლებიც აირჩევიან 2 წლის ვადით და შემოთავაზებულია, რომ 3 წლის ვადით იყოს არჩეული. ეს ისევ და ისევ ხელს შეუწყობს სასამართლო სისტემის და ზოგადად საქმეთა განხილვის უზენაეს სასამართლოს დიდ პალატაში. ხო, 2 წლით ირჩევდნენ და ახლა 3 წლით რომ იყვნენ არჩეულები. ამავდროულად შესაძლებელი იყოს, რომ სადისციპლინო პალატის პირდაპირ განისაზღვროს, რომელიც სიდიაში საკანონმდებლო ხარბეზე იყო, რომ სადისციპლინო პალატის წევრი არ შეიძლება იყოს უზენაეს სასამართლოს ის მოსამართლე, რომელიც იმავდროულად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია და ლოგიკურიც არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინურ საკითხებთან იღებს გადაწყვეტილებას და თვითონ ის იგივე მოსამართლე, რომ სადისციპლინო კოლეგიაში პალატაში წევრი იყოს, რა თქმა უნდა, არ არის მიზანშეწონილი. შემდეგი საკითხია, რომ უზენაეს სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის 3 წევრი აირჩევა 5 წლის ვადით პლენუმის მიერ ნაცვლად 3 წლისა. ამავდროულად უზენაეს სასამართლოს პალატების თავმჯდომარეები გარდა საკვალიფიკაციო და სადისციპლინოსი აირჩევიან ნაცვლად 5 წლისა 10 წლის ვადით, ხოლო სადისციპლინო საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეები ნაცვლად 3 წლისა 5 წლის ვადით. ამავდროულად დაზუსტება გვაქვს 23 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებში, რომლის მიხედვითაც აუცილებლობის შემთხვევაში მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად სააპელაციო თავმჯდომარემ საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის შესაბამისად შერჩეულ მოსამართლეს შეიძლება მისი თანხმობით დაავალოს საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა პალატაში ან საგამოძიებო
კომისიაში აქ მითითებითი ნორმა ისედაც იყო ავტომატური ელექტრონული სისტემის წესზე, მაგრამ მეტი სიცხასთვის არის ჩაწერილი რეალურად არაფერი შინაარსობრივი ცვლილება არ გვაქვს, ასევე იცვლება მე-5 და მე-6 პუნქტები, სადაც ჩანაწერი რომ სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარესთან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ არ შეიძლება დაინიშნოს თანამდებობაზე 3 წლით განწესებული მოსამართლე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ 5 წლიანი მოსამართლეთ მუშაობის ანაკლებ 5 წლის გამოცდილება აქვს, ეს ჩანაწერი გამოშლილი იქნება ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლეები უკვე აღარ გვეყოლება, იმიტომ რომ ყველა მოსამართლე უვადოდ იქნება განწესებული საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და მის მოადგილესად სააპელაციო სასამართლოს მოსამართლესგან ნაცვლად 5 წლისა 10 წლის ვადი თანამდებობაზე დანიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რა თქმა უნდა დასაბუთებული გადაწყვეტილებით. ამავდროულად ცვლილება არის სასამართლო კოლეგიასთან დაკავშირებით, კოლეგიის თავმჯდომარესაც 5 წლის ნაცვლად 10 წლის თანამდებობაზე დანიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. რაც შეეხება რაიონულ სასამართლოს თავმჯდომარეს, აქაც იგივენაირად 5 წლის ნაცვლად 10 წლის მოხდება თანამდებობაზე დანიშნა. შემოდის ახალი თანამდებობა, ეს არის რაიონული საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, რომელიც იქნება შესაძლებელი იმ სასამართლოში იყოს განსაზღვრული, სადაც 30 მოსამართლეა, დღეის მდგომარეობით 30-ზე მეტი მოსამართლე მხოლოდ თბილისის სასამართლოშია, გასაგები მიზეზებიდანაც გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკური აქტიურობა თბილისში გაცილებით უფრო მეტია, გაცილებით მეტი უფრო საქმეც არის, შესაბამისად გაცილებით უფრო მეტი მოსამართლე არის და ისევ და ისევ მენეჯმენტის გასაუმჯობესებლად რომ განაწილება მოხდეს სასამართლოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილეს შორის თავიანთი კომპეტენციებისა მენეჯერული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაც იყოს შემოღებული, რომელსაც იმავე სასამართლოს მოსამართლეთაგან 10 წლის ვადით თანამდებობაზე დანიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით და განისაზღვრება მოადგილის უფლება-მოვალეობანიც. ცვლილება არის 34 მუხლის მე-3 პუნქტის აქვე პუნქტში, რომელიც ამოღებული იქნება და შესაბამისად უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი ცვალდებული იქნება, რომ მას გავლილი ჰქონდეს შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდაც. რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მივლინებებთან მოსამართლეთა მივლინებასთან დაკავშირებით ნაცვლად დღეს მოქმედი რედაქციისა, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია სრული შემადგენლობით უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება პირის მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების თაობაზე, თუ ეს აუცილებელი არის მართლმსაჯულების განსახორციელებლად, შემოთავაზებულია კვორუმის გაზრდა სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3 ხარდამჭერამდე. ამავდროულად იცვლება მივლინების ვადაც ნაცვლად 2 წლისა 3 წლით განისაზღვრება, ხოლო ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 წლის ვადით. ამავდროულად ცვლილება არის შესაბამისად აქედან გამომდინარე მე-3 პუნქტშიც და პირდაპირ იქნება გაწერილი, რომ საკვალიფიკაციო პალატაში შესაძლებელი იქნება საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება, სადაც მოხდება განხილვა და ისევ და ისევ საკვალიფიკაციო პალატას ექნება შესაძლებლობა, რომ მოსამართლის მივლინების შესახებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმების შესახებაც მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოო იქნება და აღარ გასაჩივრდება და ამით პროცედურა დასრულდება. ამავდროულად ცვლილებები არის მოსამართლის თანამდებობასთან გათავისუფლების კუთხით, კერძოდ თუ მოქმედი რედაქციის მიხედვით მოსამართლე თანამდებობიდან გათავისუფლდება თუ იგი ბოლო 12 თვის განმავლობაში 4 თვეზე მეტხანს ვერ ახორციელდა თავის უფლებამოსილებას, ახალი ჩანაწერის მიხედვით ვადა 6 თვემდე იზრდება, როგორც ძირითადად ეს გავრცელებულია საჯარო სამსახურში ზოგადი წესით. ამავდროულად იცვლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შემადგენლობაში, როგორც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, 15 წევრია, სადაც ex-officio უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე შედის. ამავდროულად
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 8 წევრს ირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია, ხოლო 5 წევრს საქართველოს პარლამენტი და 1 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. ამავდროულად კონსტიტუციითვე გარანტირებულია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტ შეადგენენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ ამ კანონით დადგენილი წესით არჩეული წევრები და აქვე გვაქვს არაერთი მსჯელობა მაგალითად ვენეციის კომისიისა, რომელიც ამბობს, რომ სულ რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო რომ შედგებოდეს მოსამართლე წევრებისგანაც, ესეც კი შეიძლება რომ მიზანშეწონილი იყოს ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ სასამართლო სისტემა მაქსიმალურად უნდა იყოს თავისუფალი გარე პირების ჩარევისგან, მათ შორის საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული წევრებისგანაც და ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი პირებისგანაც. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წლების განმავლობაში გვესმოდა, რომ ეგრეთ წოდებული ორმაგიური მესამედის გადაწყვეტილების მიღებები უნდა ყოფილიყო, რაც მიზნად ისახავდა უბრალოდ სასამართლოში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილების მიღების ბლოკირებას და რეალურად არამოსამართლე წევრების ხელში თავიანთი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ მისაღები გადაწყვეტილებაზე პირდაპირ ეფექტური კონტროლის განხორციელებას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას, ასევე საერთაშორისო აღიარებულ პრაქტიკასაც სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები ისევ და ისევ მოსამართლეთა თვითმმართველობა მოსამართლეთა კორპუსმა უნდა მიიღოს, რომელიც კონსტიტუციური უფლებამოსილებების რა თქმა უნდა აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. შესაბამისად შემოთავაზებული ვერსია, რომ ნაცვლად 8 წევრისა 11 წევრს აირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია, ხოლო საქართველოს პარლამენტი 5-ის ნაცვლად 2 წევრს ამავდროულად გარდამავალი ნორმის მიხედვით, რომელიც განისაზღვრება წარმომადგენლური კანონის პროექტში, თუ საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრს შეუწყდება უფლებამოსილება, შესაბამისად მოსამართლეთა კონფერენციას ექნება შესაძლებლობა, რომ თვითონ აირჩიოს და მის ნაცვლად ადგილმონაცვლეობის პრინციპით არჩეული იყოს პირი. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალი წევრი, რიგი ცვლილებები გვაქვს შემოთავაზებული შესაბამისად ამ საკითხიდან გამომდინარე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ეხება სპეციალიზაციას, რომელიც უზენაეს აპელაციო და რაიონულ საქალაქო სასამართლოებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა, რაც რა თქმა უნდა ისევ და ისევ მართლმსაჯულების განხორციელებას შეუწყობს ხელს, როდესაც მოსამართლეები ვიწრო სპეციალიზაციით არიან განსაზღვრულები და კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით იღებენ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა ეს ეფექტიანობას ერთიურად უფრო ზრდის. შემოთავაზებულია ასევე განსხვავებული წესი იდეაში, რაც მოქმედი რედაქციითაც განსაზღვრულია და ამავდროულად საჯარო სამსახურში ზოგადად საჯარო დაწესებულებებში შემოგთავაზეთ უკვე და პარლამენტის მიერ არის მიღებული, ეს არის სარგებლის მიღებაზე თანხმობის გაცემის წესი და შესაბამისად თანხმობის გაცემის წესი და პროცედურა განისაზღვრება ორგანული კანონით. ამავდროულად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური უქმდება ზუსტად იმავე პრინციპით და იმავე დასაბუთებით, რაც ჰქონდა ჩვენ საპროკურორო საბჭოს მიმართებით, რომელთა დაკავშირებითაც სულ 2 კვირის წინ ვიმსჯელეთ. საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება რა არის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონსტიტუციური უფლებამოსილება არის სხვა საკითხებთან ერთად, მათ შორის მოსამართლეთა დისციპლინურ საკითხებზეც მიიღოს გადაწყვეტილებები. მოქმედი რედაქციის მიხედვით კი იმისათვის, რომ საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება, აუცილებელია, რომ მანამდე დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლოს მოსამართლის საქმიანობა, კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში კი მიმართოს იუსტიციის საბჭოს, მაგრამ თუ იუსტიციის საბჭო ზუსტად ანალოგიურ საფუძვლებზე დაყრდნობით თვლის, რომ საქმე არის დასაწყები, სანამ დამოუკიდებელი ინსპექტორი არ მიმართავს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელება აქვს შეზღუდული. მაშინ, როდესაც ეს უფლებამოსილება
უფლებები განსაზღვრულია ისე უზენაესი კანონით. შესაბამისად და კონსტიტუციაზე უფრო დაბალი იერარქიის მქონე კანონით არ შეიძლება კონსტიტუციური უფლებამოსილებების განსახორციელებლად კიდე დამატებითი მექანიზმების და მერკეტების არსებობა და ის კონსტიტუციური წესრიგი და სულისკვეთება რაც არის იქნება უზრუნველყოფილი მიუხედავად იმისა რომ არაკონსტიტუციური არ არის მაგრამ ისევ და ისევ ლოგიკა რაც არის კონსტიტუციური ამ კონსტიტუციის ლოგიკაში იქნება აღნიშნული საკითხიც განსაზღვრული ამავდროულად კანონით გარდამავალდებულებით თუ განისაზღვრება რომ დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ თანამშრომლები შესაბამისად გადავლენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თანამშრომლებად, მათ შორის დამოუკიდებელი თანხმობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ზუსტად იგივე არის დამოუკიდებელი ინსპექტორთან დაკავშირებითაც და მთელი რიგი ცვლილებები არის აქედან გამომდინარე წარმოდგენილ კანონპროექტში, ზუსტად საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებული საკითხები ამავდროულად ზუსტდება და იცვლება სკოლაში იუსტიციის იუსტიციის სკოლაში უმაღლეს სკოლაში მისაღებ მსმენელთა რაოდენობასთან, სკოლის მენეჯმენტთან, მოადგილებთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც უკვე ასახულია დარიგებულ ტექსტში და ამავდროულად გვაქვს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოების განაკვეთებთან დაკავშირებული ცვლილება, მოქმედი რედაქციის მიხედვით და პრაქტიკაც ასეთია, რომ მოსამართლეები იღებენ ხელფასს, ანუ თანამდებობრივ სარგოს და თანამაც, ეხლა ზუსტად სასამართლოს შემთხვევაში, ზუსტად იგივე როგორც თვლიან, ზოგადად საჯარო სამსახურში, სადაც საჯარო დაწესებულებებშია განსაზღვრული შესაბამის კოეფიციენტები განისაზღვრება, რომელთა ნამრავლიც საბოლოო ჯამში, რომელთა ნამრავლიც საბაზისო ხელფასზე მოგცემს მოსამართლის ანაზღაურებას და ლოგიკა, რომელიც მათ შორის პარლამენტის წევრებთან დაკავშირებით განხორციელდა საჯარო მოსამსახურეებთან არის მიღებული უკვე წლებია, ზუსტად ანალოგიურ ლოგიკაში იქნება მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების და შესაბამისად განსაზღვრული არის კოეფიციენტები სხვადასხვა ინსტანციის სხვადასხვა თანამდებობის მოსამართლისათვის. სხვა ცვლილებებს რაც შეეხება რიგი დაზუსტებები არის მოსამართლის თავმჯდომარის სასამართლოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით ემატება ასევე ერთი ჩანაწერი რომელიც გულისხმობს დევნის დაწყების საფუძველს, ეს არის მოსამართლის მიერ სასამართლო საქმიანობასთან დაკავშირებული მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება, მაგალითად, როგორც არის გაჭიანული პროცესების არჩევანიშნა, მოსამართლის მიერ სასამართლო უფლებამოსილების განხორციელების ნაცვლად სხვა საქმიანობაზე გადართვა, მთავარი არის, რომ მოსამართლემ თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს, ეს არის რაც გათვალისწინებულია კონსტიტუციითაც და სხვა კანონებითაც, რომ მოსამართლემ უნდა მიიღოს სასამართლო გადაწყვეტილებები, ამავდროულად უხლი ემატება, რომელიც გულისხმობს მოსამართლესთან სპეციალურ კომუნიკაციას და კიდევ ერთხელ განისაზღვრება, რომ აკრძალულია მოსამართლესთან სპეციალური კომუნიკაცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჩართულობის გარეშე, რაც გულისხმობს, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ სისტემის დაცვას გარე ზეგავლენებისაგან. სხვა ცვლილებები მეტნაკლები ხასიათით დაკავშირებულია ისევ და ისევ იმ საკითხებთან, როგორც არის დისციპლინარული საქმის განხილვის ვადები, ამავდროულად არის ცვლილებები, რომელიც დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის გაუქმებიდან გამომდინარეობს. ეს არის რაც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის პროექტს საერთო სამართლებების შესახებ, ბატონ დონიკე, თქვენ ესწრებათ სხვა პროექტებთან დაკავშირებით ერთად მოგახსენეთ. დიახ, კარგი იქნება, რომ თანამდებობ პროექტებზეც მოგახსენოთ ორი სიტყვით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის სრულების შეტანის თაობაზე ორგანული კანონის პროექტის მიხედვით ანალოგიურად საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეებისთვისაც თანამდებობრივი სარგოების განისაზღვრება შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით საბაზო თანამდებობრივ სარგოზე. ამავდროულად
ცვლილებები არის იარაღის შესახებ კანონში, რომლის მიხედვითაც მოქმედ მოსამართლეს, რომელსაც აქვს იარაღის დარების უფლება, როდესაც აღარ იქნება მოსამართლე, შეუწყდება ამა თუ იმ ფორმით, კვლავ შეიძლება რომ იარაღის დარების უფლებით ისარგებლოს მოქმედი რედაქციის მიხედვით, მხოლოდ საკონსტიტუციოსა და უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებს უნარჩუნდებოდათ იარაღის დარების უფლება, მაგრამ შემოთავაზებული ვერსია არის, რომ შეუნარჩუნებთ პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეებსაც ზუსტად იმ მიზეზებით და იმ არგუმენტებით, რატომაც ახლა სხვა პირებს, მაგალითად პარლამენტის წევრებს იქნება თუ კანონით გათვალისწინებულ სხვა პირებს აქვთ იარაღის დარების უფლება და ამავდროულად სულება არის საჯარო დაწესებულების შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც სასამართლოს მანდატურზე არ გავრცელდება ის ზღვრები, რომელიც განსაზღვრული არის საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონით და მანდატურების სასამართლოს მანდატურის სახელმწიფო ანაზღაურებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სრულებები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომელიც გამომდინარეობს საერთო სამართლობის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონის სრულებებიდან, რომელიც ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფორმირებაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის მხრიდან, აქაც 5 წევრის ნაცვლად განისაზღვრება, რომ 2 წევრი არჩევა ხდება პარლამენტიდან. ეს არის სრულებები პრინციპების დონეზე. დიდი მადლობა ბატონო არჩილ დეტალური მიმოხილვისთვის საკანონმდებლო ინიციატივისა. ახლა შეგვიძლია გადავიდეთ დისკუსიაზე. ერთადერთი თხოვნა მექნება აბსოლუტურად ყველასთან, რომ მაქსიმალურად დავიცვათ რეგლამენტი და შეიძლება ლაკონიურად ჩამოვაყალიბოთ სათქმელი მის გათვალისწინებით, რომ უკვე პლენარული სხდომის დაწყების დრო ახლოვდება. კოლეგებო, თუ არის შეკითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები წარმოდგენილ სრულებთან დაკავშირებით? დამსწრე პირები ვინც არიან კომიტეტზე, ქალბატონი თათული, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი. გისმენთ ქალბატონი თათული. მადლობთ. მოგესალმებით. ბატონმა არჩილმა უკვე ახსენა სახალხო დამცველის განცხადება, თუმცა ძალიან მოკლედ გავიმეორებ მთავარ მნიშვნელოვან საკითხებს, რის სათქმელადაც პრინციპში დღეს აქ ვარ მოსული. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ხასიათის ცვლილებები არის. ჩვენ თვლით, რომ ეს დაჩქარებული განხილვა რეალურად არ გვაძლევს ჩვენ შესაძლებლობას, რომ სრულყოფილად სიღრმისეულად შევაფასოთ ყველა ეს ცვლილება. ამიტომ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს არ მოგახსენებ ჩვენ მოსაზრებას და ამ შეფასებებს სახალხო დამცველი მოგვიანებით წარმოადგენს. ეს საკითხები არის იგივე მოსამართლეების მივლინების წესი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაკომპლექტების საკითხები თუ ასე შემდეგ, რომელიც თქვენ დაწვრილებით აღწერეთ თქვენ შესავალ სიტყვაში. თუმცა იმის მიუხედავად, რომ ეს არის დაჩქარებული პროცესი, გსურს პრიორიტეტულად გამოვყოთ და განსაკუთრებულად აღნიშნოთ საჯაროების ნაწილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის მართლმსაჯულების სისტემისთვის და პირველ რიგში ეს არის მედიის დაშვება სასამართლოს სხდომის დარბაზებში. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს აქვს თავისი გამოცდილება, ცუდიც და კარგიც და გვინდა რომ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ძალიან მოკლედ აღნიშნოთ რა არის ის რაც ჩვენ გვაწუხებს. 97 წლის კანონი მაგალითად რომელიც საერთო სასამართლოების შესახებ იქნა მიღებული დასაშვებად თვლიდა სასამართლოს სხდომებში ვიდეო გადაღებას და აკრძალვას ჰქონდა მხოლოდ გამონაკლისის სახე. და საბოლოოდ გამონაკლისი იყო რომ გითხოთ ესეც მნიშვნელოვანი. რომ აკრძალვა ამ ვიდეო გადაღების სასამართლოს სხდომებში შესაძლებელი იყო მხოლოდ მოსამართლის გადაწყვეტილებით. თუმცა ძირითადი წესი ეს იყო ვიდეო გადაღებების დაშვება სასამართლოს სხდომის დარბაზებში. თუმცა 2007 წელს 97 წელია თან გავითვალისწინოთ მათ შორის ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რაც არსებობდა 1997 წელს და 2025 წელს. ამასაც ხო მნიშვნელობა აქვს? ანუ დავასრულებ ჩემს ნაწილს თუ შეიძლება. კი, ოღონდ ამ საკითხსაც რო გავუშვათ ხოლმე ხაზი მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებამ, რომ სწორად აღიქვას, რაზე გვაქვს საუბარი 1997 წელს. კი ბატონო, შესაძლებელია მართლაც ითქვას, რომ ტექნოლოგიური შესაძლებლობები თანაბარი არ იყო ამ ათლიანი სხვაობის მანძილზე. ყველაზე რბილად რომ ვთქვათ. 2007 წელს შევიდა ჩვენს კანონში ისეთი ცვლილება, რომელთაც აბსოლუტურად შეიცვალა და თავდაღირად ადგა ეს სისტემა და პირიქით აკრძალვა იქცა ძირითად წესად, რომ სასამართლოში და სასამართლოს სხდომაზე დაუშვებელი იყო და შემდეგ უკვე
ზუსტად ის ფორმულირება, რაც დღეს არის წარმოდგენილი, ვიდეო, აუდიო, ფოტო, კინო გადაღება და ტრანსლაცია. გააგზავნეთ თქოთ რა ჩანაწერი როგორი არის რომ თქვა უთხრათ საზოგადოებასაც რა ზუსტად ეგეთ ჩანაწერი მე მგონი რომ არ იყო ქალბატონი თათული აი ზუსტად ესეთი იყო აი განსხვავებას გეტყვით რაც არის ახლა მაქვს გახსნილი 2012 წლის დეკემბრის მდგომარეობით საერთო სასამართლოს შესახებ კანონი და წერია რომ სასამართლოში ასევე სასამართლოს 2012 წლის არა 2007 წლის რედაქცია რო წაიკითხოთ თქოთ 2007 წლის რედაქციაში დიახ იმიტომ რომ 2012 წლის დეკემბერი ქართული ოცნების ხელისუფლება არის 2007 წლის რედაქცია შეგვიძლია ვთქვათ რომ 2012 წლის სექტემბრის რედაქციას ვკითხულობ არა არ სექტემბრის რედაქცია 2007 წლის რედაქცია რომ წაიკითხოთ ეგ არის მნიშვნელოვანი 2007 წლის რედაქციაში უკაცრავად რომ ის რედაქციაში შემოვიდი რა თქმა უნდა თქვენ შეგიძლიათ რომ ისაუბროთ ან იცი შეიძლება დავასრულებ ცოტა მიცუდება მეც ჩამოყალიბება მაგრამ მნიშვნელოვანია რომ როდესაც სახალხო დამცველი აღწელებს ინფორმაციას რომ ჩვენ ბრუნდებით 2007-2013 წლებში მაშინ მე მგონია რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა უნდა ახსნას რა ეწერა ორგანულ კანონში 2007 წელს და შესაბამისად გთხოვთ რომ 2007 წლის რედაქცია წაიკითხოთ და მათ შორის საზოგადოებასაც აუხსნათ რა განსხვავება არის წარმომადგენელი ახლა რედაქციაზე და 2007 წლის რედაქციაში ერთადერთი განსხვავება არის 2012 წლის სექტემბრის რედაქციას და 2007 წლის რედაქციას შორის ეს არის სიტყვა სასამართლოს შენობა. ანუ 2007 წელს მითითებული იყო, რომ სასამართლოს შენობაში და სასამართლოს ხდომის დარბაზში იყო აკრძალული როგორც ვიდეო გადაღება, ფოტო, კინო ასე შემდეგ და ტრანსლაცია, ხოლო 2009 წელს უკვე როდესაც ახალი კანონი იქნა მიღებული, იქ სიტყვა სასამართლოს შენობა ჩანაცვლა სიტყვით სასამართლო. ამას ჰქონდა თავისი წინაპირობები, ვისაც ახსოვს ის პერიოდი. რა განსხვავება არის ეგეთ როგორ ვთქვათ? ამ ვერსიაში პირიქით დაზუსტებული არის როგორც სასამართლოს შენობა, ასევე სასამართლოს ეზო. მეტი არაფერსულება არ არის? დიახ. ეს არის მთავარი და წინადადება აბსოლუტურად არის იგივე, რომ სასამართლოს შენობაში, მაშინ როგორც ეწერა, ასევე სასამართლოს ხდომის დარბაზში და დღეს უკვე ეზოც არის დამატებული. ფოტო, კინო, ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი. სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო, კინო და ვიდეო გადაღების მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. ეს ჩანაწერი გქონდა ჩვენ მაშინაც. განაგრძეთ თუ შეიძლება პროექტში რა წერია შემდეგ. დიახ. პროექტში რა წერია წაიკითხოთ ქალბატონო. პროექტში, ანუ მომდევნო წინადადება, რაც ჩვენ გვაქვს მითითებული, და ეს წერა 2007 წელს. დიახ, ეს არის, ანუ ამასთან დაკავშირებითაც გაჩვენებთ განსხვავებას. ეს არის სასამართლოს ხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა დაიშვება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით. ეს არის კანონპროექტი. რაც შეეხება 2007 წელს რა ეწერა? 2007 წლის ვერსიას ახლა ვკითხულობ. სასამართლოს ხდომის სტენოგრაფირება და აუდიო ჩაწერა დაიშვება სასამართლოს მოსამართლის მიერ დადგენილი წესით. სტენოგრაფირება და აუდიო ჩაწერა. და აუდიო ჩაწერა. დიახ, ეს უფლება გავაგრძელებ თუ შეიძლება. არა, გავაგრძელებ, არ არის დასრულებული ციტირება. მესმის. მნიშვნელოვანია რომ ზუსტად წაიკითხოთ რა მოცემულობა იყო 2007 წელს, რა გადაწყვეტილების მიღება შეეძლო მოსამართლეს და ეხლა რა შემოთავაზება გავაცანეს საზოგადოებას. დიახ. სასამართლოს ხდომის სტენოგრაფირება და აუდიო ჩაწერა დაიშვება სასამართლოს მოსამართლის მიერ დადგენილი წესით. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს სასამართლოს მოსამართლის მოტივირებული გადაწყვეტილებით. კანონპროექტში ამასთან დაკავშირებით ანუ გადაგებას რო უთხრათ ეგ რას ნიშნავს? აი თქვენ ჩანაწერი როგორ გესმით, როგორ ესმის სახალხო დამცველს. თქვენ ახლა ქალბატონ თათული, იცით ჩემი თქვენდამი პატივისცემა, პიროვნული დამოკიდებულება. მაგრამ ახლა თქვენ წარმოადგენთ სახალხო დამცველს და თქვენ ბრძანდებით ახლა საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. სადაც ამოდროულად მანამდე გაავრცელეთ ინფორმაცია სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2007-2013 წლებში დავბრუნდით და ვბრუნდებით, სადაც დახურულია სასამართლო სისტემა. დიახ, და მე წავიკითხე ის ნაწილი ნორმის, რომელიც არის ზუსტად იდენტური. მხოლოდ ეს ნაწილი წავიკითხე. რატო არ წაიკითხეთ მაშინ ის ნაწილი, რომელიც განსხვავებული არის? აი, განსხვავებებთან დაკავშირებით შეგვიძლია ვისაუბროთ. არა, შეგვიძლია ვისაუბროთ, არა. ნახეთ, როდესაც სახალხო დამცველი ინფორმაციას ავრცელებს, ნახეთ საზოგადოებისთვის როგორ არის საქმედი. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა რომ საზოგადოების თითოეული წევრი ადგება და კანონპროექტს წაიკითხავს და მათ შორის ნახავს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში
აქვს 2007 წლის რედაქციას, 2009 წლის რედაქციას, 2011 და 2012 წლის დეკემბრისას. ეს წარმოგიდგენიათ? მე მგონი არ უნდა გქონდეს ამის წარმოდგენა. შეიძლება დავასრულოთ. როდესაც თქვენ პოზიციას წარმოადგენთ, მნიშვნელოვანია ისევ და ისე რომ იყოს ეს ინფორმაცია გადამოწმებული სრული და ამავდროულად სრულად ასახავდეს შედარებას, რა იყო 2007-2013 წლების რედაქციაში და რა არის ახლა. წარმოდგენილი. შეიძლება ამ ნაწილშიც გავაკეთებ განმარტებას, მაგალითად, როგორც ჩვენ წავიკითხეთ, 2012 წლის რედაქციაში თუ 2007-დან მოყოლებული იყო შესაძლებლობა, რომ იგივე სტენოგრაფირება და აუდიო ჩაწერა განხორციელებული იყო დადგენილი წესით და შეზღუდვა შეიძლებოდა მოსამართლის მოტივირებული გადაწყვეტილებით, მაგრამ ამ ნორმებში მოსამართლის მოტივირებული გადაწყვეტილება ჭირდება აუდიო ჩაწერის დაშვებასაც. ანუ ესეც არის განსხვავება და თუ ამ სიღრმეში ჩავდივართ და ამ დეტალებში ჩავდივართ, ესეც უნდა აღვნიშნოთ. არივარგებს ახლა ჩვენ ჩანაწერდება. ნახეთ, რა წერია მან აუდიო ჩაწერა და სტენოგრაფირება. აუდიო ჩაწერა და სტენოგრაფირება რას ნიშნავს გაუბრალოდ? დიახ, თქვენ ანუ მესმის ასაკობრივ ქალბატონთან ერთი ინტერვენცია მექნება ერთი წამით და ბატონო არჩილ. არ მომეცეთ ჩემს. დიახ, ამიტომ ბატონო არჩილ თქვენთან მექნება თხოვნა რომ ქალბატონთან თulis მივცეთ საშუალება რომ ამომწურავად ჩამოყალიბოს თავის პოზიცია, შემდგომ რა თქმა უნდა თქვენს გექნებათ საშუალება რომ შესაბამისად პასუხი გასცეთ. არ გვინდა რომ ეს გადავიდეს ახლა რაღაც დებატების ასე ვთქვათ ფორმატში, ვინაიდან დროის სადაც შეზღუდული აქვს. ხოთ რომ რაც შეიძლება მოკლედ პოზიცია საბოლოოდ ჩამოყალიბოთ, შემდგომ მივცეთ ბატონ არჩილს საშუალება. ანუ მე წავიკითხე ზუსტად ის ნორმა, რომელიც არის აბსოლუტურად იდენტური. გვაქვს კიდევ სხვა ტიპის ფორმულირებები, რომელთა შორის არის განსხვავებები და დაუშვათ ვერ ვიტყვით, რომ აი ყველა თვალსაზრისით კანონპროექტით შემოთავაზებული ვერსია იმ ჩანაწერებზე უკეთესი არის ყველა პარამეტრით, იმიტომ რომ თუ მაშინ მოსამართლის მოტივირებული გადაწყვეტილება ჭირდებოდა აუდიო ჩაწერის შეზღუდვას, დღეს უკვე ამის ნებართვა სჭირდება მოსამართლის მოტივირებული გადაწყვეტილება და ესეც საუბრობს ძირითადი წესის შესახებ. ჩემს სიტყვას ვაქცევ. აუდიო ჩაწერას თუ ვიდეო გადაღებას. ეს არის ესე ვთქვათ მცირე დაუშვათ ისტორიული მიმოხილვა ჩვენი წარსული გამოცდილების და 2007 წელს, როდესაც ეს ცვლილებები შევიდა სახალხო დამცველის ანგარიშით, ძალიან მწვავე შეფასება და კრიტიკა მოყვა აღნიშნულ საკითხს. ეს გახლავთ სახალხო დამცველის 2007 წლის მეორე ნახევრის ანგარიში, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის ნაკლები გარანტია არსებობს იმ დროს, როცა კამერა წარმოადგენს მოსამართლის კონტროლის ობიექტს და შეუძლებელია თავად მოსამართლის მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედების ფიქსაცია. მოქალაქისთვის სასამართლო დაემსგავსება ჩაკეტილ სისტემას, სადაც ადამიანს დაკარგული ექნება თავისი უფლებების დაცვის რწმენა. და როცა ჩვენ ზოგადად მედიის დაშვებაზე ვსაუბრობთ სასამართლოს ცნობის დარბაზებში, ჩვენ მხოლოდ მედიას არ გულისხმობთ აქ რასაკურველია, ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით საქმეზე Sunday Times-ი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ თქვა, რომ კონვენციის მეათე მუხლით გამოხატვის თავისუფლებით გარანტირებული არ მხოლოდ მედიის უფლება საზოგადოების ინფორმირება მოახდინოს, არამედ თავად საზოგადოების უფლებაც ჯერონად იყოს ინფორმირებული მედიის მიერ. როდესაც ჩვენ მედიაზე ვსაუბრობთ და მედიის საქმიანობის შეზღუდვაზე თუ გართულებაზე თუ მისთვის ბარიერების შექმნაზე, ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ მედიის უკან დგას ყოველთვის საზოგადოება, რომელიც ეცნობა გავრცელებულ ინფორმაციას. არა, მე თავზე ვარ მომცა. ბოდის. უფლება რომ დამესრულებინა ჩემი სიტყვა და თუ შეიძლება რომ გასაგებია პრობლემა. ბატონ თათული, თქვენ რამდენი წუთი გჭირდებათ დაახლოებით ერთ წუთით ზოგადად, როდესაც ვისაუბრეთ, მათ შორის იმ საზღვარგარეთ სასამართლოს გადაწყვეტილების ეტაპებზე რომ შემიძლია დავასრულო. ეს საუბარი ვინაიდან თქვენი თხოვნაც მესმის რეგლამენტთან დაკავშირებით. დიახ, უბრალოდ დრო ძალიან შეზღუდული გვაქვს და ამიტომ გთხოვთ რომ დიახ. კი. ანუ პრინციპში ძალიან მოკლედ მოვახერხე რომ ეხსენებინა ძირითადი საკითხი, რაც ჩვენ გვაწუხებს, რაც ჩვენ გვტკივა, რაც იყო კრიტიკის საგანი, მაშინ როგორც ადგილობრივი ორგანიზაციების, სახალხო დამცველის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ძალიან კარგი შეფასებები ჰქონდა 2013 წელს მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც უკვე გაიხსნა სასამართლო დარბაზები მედიისთვის და ამას რა თქმა უნდა დადებითი შეფასება მოყვა სახალხო დამცველის ანგარიშიც, თომარ სამერბერგის ანგარიშიც მითითებული ამის შესახებ, რომ თუ 2007
7 წლის შემდეგ დახურული იყო სასამართლო დარბაზების კარი, გაიხსნა მედია საშუალებებისთვის, რითაც საზოგადოებას მიეცა პროკურორთა სუსტი მუშაობის კრიტიკის საშუალება და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს საკითხები. გარდა ამისა, ძველი გამოცდილება ყველას კარგად ახსოვს, როდესაც აკრძალული იყო სასამართლოს შენობაში პირადი ნივთების შეტანა, მობილური საშუალებების შეტანა და 2013 წელს მიღებული ცვლილებებით აიკრძალა, რომ რაიმე ესეთი დაუშვათ შეზღუდვები დაწესებული იყო. თუმცა დღეს ეს ნორმა ისევ იქნება ამოხებული. თუ 2013 წლის ცვლილებით ნებისმიერ პირს შეეძლო აუდიო ჩაწერა, რა ნორმა იქნება ამოღებული? ტექნიკური მოწყობილობების შეტანა სასამართლოს შენობაში. ეს არის მე-13 ეხლა ვეკეთვით, მე-13 მუხლი, რაც გვაქვს ჩვენ კანონპროექტში, ის ამბობს, რომ მე-3, მე-7 პუნქტები ამოღებული იქნეს. ეს ნიშნავს მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებს. და სწორედ დიახ, ამ ნაწილზე მაქვს საუბარი. ეს არის და საწერია რომ ნივთის შეტანა აღარ შეიძლება. აი ნახეთ, სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამბობს, რომ ტექნიკური საკითხის, ანუ ნივთების შეტანა სასამართლო სისტემაში აღარ იქნება შესაძლებელი. ეხლა ვეკეთოთ, მე-7 პუნქტი არის მე-13 პრიმა მუხლის მოქმედი კანონის, სადაც წერია, რომ ნებადართულია სასამართლოს ეზოსა და შენობის დერეფანში ფოტო გადაღება, კინო, ვიდეო, აუდიო ჩაწერა და ეთერში გადაცემა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ეს იქნება ამოხებული და მეორე წინადადება. დაუშვებელია სასამართლოს მიერ დადგენილი წესით სასამართლოს შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო, კინო, ვიდეო ან და აუდიო საშუალებების ჩამორთმევა. ესეც იქნება ამოხებული და პარლამენტი ესე ვთქვათ, ამ საკითხს გადააბარებს უკვე ავტომატურად თავისი დუმილით, როდესაც ეს გარანტია უკვე კანონში მოცემული არ იქნება, რომ ამ ნივთების ჩამორთმევა არის დაუშვებელი. ეს კანონმდებლის დუმილი ჩვენ ვნახეთ წინა გამოცდილება გვაქვს ასევე ამასთან დაკავშირებით, როგორ აისახა პრაქტიკაში. სასამართლო სისტემაში. მე არ მინდა რაიმე მოლოდინი გავეშფერო ამჯერად შემიძლია მხოლოდ წარსული გამოცდილება გავიხსენო, ესეც მობილურ ტელეფონებს ადამიანებს არ ატანდნენ სასამართლოს შენობაში და ჩვენ ამას ვტოვებდით სპეციალურ კალათებში. და ეს გამოცდილება გვაქვს. მე არ მინდა წინასწარმეტყველის როლში ყოფნა. მე უბრალოდ აღნიშნავ. თქვენ წინასწარმეტყველი კი არ უნდა იყოს ქალბატონ თათული. თქვენ სახალხო დამცველის წარმომადგენელი. თქვენ თხოვთ, რომ გამჭრიტო მომავალი და გეუბნებით, რომ კანონში დღეს რა გარანტიაც არის, ეს იქნება ამოხებული და კანონმდებლის დუმილი შეიძლება გახდეს ისევ იმ ცუდი პრაქტიკის საფუძველი, რაც ჩვენ ერთხელ ყვევითილეთ და გვაქვს ამის გამოცდილება. დებატებისკენ მივდივართ, თხოვთ რომ თქვენ დაასრულოთ და შემდგომ ერთიანად სახალხო დამცველის წარმომადგენელი იურისტი ამბობს, არა, ბოდიში ხო, უბრალოდ არასწორ ინფორმაციას, როდესაც არ ვწეროთ, არ შემიძლია ქალბატონ თათული, რომ უბრალოდ არ ჩავერთო. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამბობს, რომ შესაძლებელია პირებს ჩამოერთვათ კომპიუტერები და ლეპტოპები. ამის დაუშვებლობა, რომელიც დღეს კანონში არის გარანტირებული, თქვენ უბრალოდ გინდათ რომ ამოიღოთ საერთოდ. და ეს დაუშვებელი აღარ იქნება. დაუშვებელი არ იქნება, ნიშნავს რომ შესაძლოა იყოს დასაშვებელი. ანუ ესე იგი თქვენ ფიქრობთ რომ საჯარო დაწესებულება შეუძლია ყველაფერი გააკეთოს ის, რაც კანონით არ აქვს აკრძალული, ამას ამბობთ ქალბატონ თათული? მე პირიქით არის საჯარო დაწესებულება შეუძლია მხოლოდ და მოლოდინები მქონდეს, თუმცა ჩვენი სტუდი გამოცდილება ჩემი სიტყვა იყოს საერთოდ. უკაცრავად. ნახეთ, თქვენ ამბობთ ესე იგი რომ საჯარო დაწესებულება შეუძლია ის უფლებამოსილებები განახორციელოს, რომელიც პირდაპირ კანონში არ უწერია. ამას ამბობს სახალხო დამცველის წარმომადგენელი. არა, მაშინ ეწერეს ეს დაუშვებლობა. ქართული დავასრულოთ, მაგრამ გასაგებ კიდე თუ გაქვთ რაიმე საკითხზე კონკრეტული კომენტარი და დავასრულოთ. და ზოგადად, ნათელი არის ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი შეფასება, ჩვენ პრიორიტეტულად გამოყავით ეს საკითხები, მთელი იმ ძალიან გრძელი ჩამონათვალიდან ისი ცვლილებაც ხდება ამ კანონპროექტით და რეალურად ყველა ის რეფორმა, რომელიც 2013 წლიდან განხორციელდა ამ კანონპროექტით იქნება ესეთი შთაბეჭდილება, რომ ყველა ეს საკითხი არის შებრუნებული, მათ შორის იგივე 1 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება, სასამართლო გადაწყვეტილებების საჯაროებასთან დაკავშირებით, როცა პირდაპირ ჩაიწერა კანონში, რომ სასამართლოს ნებისმიერი აქტი მიღებისთანავე არის საჯარო ინფორმაცია. თუმცა უკვე წარმოდგენილი ცვლილებით ხდება 1 წლის წინ მიღებული ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადასინჯვაც და აქ უკვე მიეთითება, რომ სასამართლოს ნებისმიერი აქტი მიღებისთანავე კი არ იქნება საჯარო ინფორმაცია, არამედ კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ
რასაც შეიძლება რეალურად ამან გამოიწვიოს, რომ ეს დაუყოვნებლივ საჯაროებას გამორიცხავს. და ამას დასჭირდება წლების ლოდინი, უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილების და ხშირად გამოგვეყნების ლოდინი, რომ ჩვენ ვნახოთ იმ საქმეზე პირველმა ინსტანციამ რა გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. კეთილი. დავასრულეთ თუ კიდევ დიახ, ეს არის მოკლედ მე მგონი ჩვენი ზოგადი შტაბ-ეცდილება გასაგებია, რომ ჩვენ თვლით, რომ ეს ცვლილებები ნეგატიურად აისახება მართლმსაჯულების მუშაობის გამჭვირვალობის ხარისხზე. წარმოდგენილია პოზიცია, სხვა შეკითხვების შენიშვნები მოსაზრებები ხომ არ არის? ასეთი არ არის დარბაზში. ამ შემთხვევაში მოხსენებელს ვთხოვთ უკვე რომ მოსუხი გასცეს შესაბამის კითხვებს. მადლობა ბატონო თავმჯდომარე, უკაცრავად და დავარღვიე რეგლამენტის უბრალოდ, როდესაც არ ხდება სწორი ინფორმაციის გავრცელება, ზოგჯერ დებატები როგორც საინტერესო არის ხოლმე და მნიშვნელოვანია, რომ სწორი ინფორმაცია იყოს გავრცელებული ხოლმე, ესეც უმნიშვნელოვანესი არის, მით უმეტეს სახალხო დამცველის წარმომადგენლის მხრიდან. კიდევ ერთხელ გიფიქსირებთ ჩემს პირად პატივისცემას გალბატონო თათული. მოდი დავიწყოთ ბოლო საკითხიდან, ეს არის სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჯაროება. კანონში წერია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იყოს გასაჯაროებული. ამავდროულად ჩვენ გვაქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც ამბობს, რომ პერსონალური მონაცემები უნდა იყოსო დაცულია. ჩანაწერი, რომ დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს და ამავდროულად პერსონალური მონაცემები იყოს დაცული, ერთმანეთთან ხომ წინააღმდეგობრივი არის? ხო? იმიტომ რომ პერსონალური მონაცემების დაშტრიხვა სჭირდება და თქვენ ძალიან კარგად იცით გალბატონო თათული, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში არაერთი პერსონალური მონაცემი არის, მათ შორის შესაძლებელია მითითებული იყოს კომერციული საიდუმლოებაც კი. საგადასახადო საიდუმლოები შეიძლება იყოს, როდესაც საქმე გვაქვს ადმინისტრაციულ საქმის წარმოებასთან, კომერციულები მაგალითად, როდესაც სამოქალაქო პროცესთან არის დაკავშირებული, ხო? ამას ხო სჭირდება დაწვრთვა და დრო. შესაბამისად შეუძლებელია რომ დაუყოვნებლივ იყოს სასამართლო გადაწყვეტილება მოქმედი რედაქციითაც გასაჯაროებული. იმისათვის რომ ინფორმირებულობასთან ნახეთ რა არის ადამიანების ინფორმირებულობა არის ერთი მხრივ სასწორზე, ხოლო მეორე მხრივ არის ადამიანების უფლება რომ ჰქონდეთ თავიანთი პერსონალური მონაცემები დაცული, კომერციული საიდუმლოებები, საგადასახადო საიდუმლოებები და ასე შემდეგ. საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში, საბოლოო გადაწყვეტილება როგორც კი კანონიერ ძალაში შესაძლებელია პირველი ინსტანციისავე იყოს, იმიტომ რომ მხარემ აღარ გაასაჩივროს. და როდესაც აღარ გაასაჩივროს მხარე, მოსამართლეს და სასამართლოს აქვს ვალდებულება, რომ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს და კარგი იქნებოდა, რომ თქვენ ამაზეც გეთქვათ. კარგი იქნებოდა ასევე გეთქვათ, რომ შეიძლება აპელაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საერთოდ არ გასაჩივრდეს საკასაციო წესით და კანონიერ ძალაში შევიდეს და ამ შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ, ანუ დაშრიხვით იქნება გასაჯაროებული გადაწყვეტილებები. კარგი იქნებოდა ზუსტად იგივე გეთქვათ საკასაციო სასამართლოში საქმეების გასაჩივრებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რიგ შემთხვევებში თუ განსაკუთრებული მნიშვნელობის არ არის, ან პრაქტიკისთვის არ არის მნიშვნელოვანი, საერთოდ დაუშვებლად ცნობს ხოლმე საკასაციო საჩივარს უზენაესი სასამართლო და ამ შემთხვევაში კანონიერ ძალაში შედის გადაწყვეტილება და შესაბამისად ვალდებულება აქვს სასამართლოს რომ გადაწყვეტილებები გაასაჯაროებს. ამაზეც რომ გესაუბროთ, კარგი იქნება. ეხლა რაც შეიძლება ფოტო-ვიდეო გადაღებასაც, ერთი მთავარი საკითხი არის, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა და ამავდროულად სახალხო დამცველმა ძალიან სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ თქვენს მიმართ პატივისცემას და ბატონ ლევან იოსელიანის მიმართ პატივისცემას, ამავდროულად, როდესაც განცხადება კეთდება, რომ ჩვენ ბრუნდებით 2007-2013 წლებში, უნდა აუხსნათ საზოგადოებას, რომ ეს ასე არ არის ერთი მარტივი გარემოებიდან გამომდინარე. ზუსტად ის რომ თქვენ გთხოვეთ რომ წაიკითხეთ 2007 წლის რედაქცია მეთქი. ზუსტად იქ იყო რომ დაშვებული იყო რა აუდიო ჩაწერა და სტენოგრამა, რომელიც პირდაპირ გამორიცხავს ვიდეო გადაღებას. ამაზეა საუბარი. 2007 წლის რედაქციაში ვიდეო გადაღება იყო დაუშვებელი. საერთოდ ტრანსლაციაზე ლაპარაკიც კი არის. იგივე იყო 2011 წელსაც და იგივე იყო 2012 წლის ცვლილებებამდე, 2013 წლის ცვლილებებამდე. და ეს უნდა აუხსნათ თქვენ საზოგადოებას და უნდა უთხრათ რომ 2007-2013 წლებში საერთოდ გამორიცხული იყო ვიდეო გადაღება, ფოტო გადაღება და მხოლოდ სტენოგრამის გაკეთება იყო დაშვებული და სტენოგრამის გაკეთებაც კი შესაძლებელია რომ სასამართლოს აიკრძალა და ეს თქვენ არ თქვით. და შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით კი ფოტო-ვიდეო გადაღება დასაშვები იქნება და ჯერ ერთი რომ ვალდებულება აქვს სასამართლოს რომ
გაასაჯაროვოს ყველა სტენოგრამა აწარმოოს თვითონვე, ვიდეო გადაღება აწარმოოს თვითონვე და შემდეგ უზრუნველყოს მისი გასაჯაროება საჯარო ინტერესიდან გამომდინარე და ამავდროულად არ წარმოდგენილი ინიცირებული კანონპროექტის ბოლოზე ანდება არ წაიკითხეთ, რატომ არ წაიკითხეთ ეგ საზოგადოება მიმჯელოს კიდევ, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ შესაძლებელია ვიდეო გადაღება და არც ის არ უთხარეთ საზოგადოებას, ჩემს მიერ გაჟღერებული ეხანდელი სულ რამდენიმე წუთის წინანდელი ინფორმაცია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტულ სხდომაზე, იქნება ეს დარბაზი თუ ეზო ვიდეო გადაღების დასაშვებობის თაობაზე. ამის მიუხედავად თქვენ ისევ და ისევ აგრძელებთ იმის საუბარს, რომ თურმე ბრუნდებით 2007-2013 წლებში, რაც არის აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია, უფრო მძაფრი შეფასებისგან თავს შევიკავებ, დანარჩენზე უკვე საზოგადოებამ იმსჯელოს და ერთ სიტყვით კიდევ რომ, როდესაც ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, როგორც სახალხო დამცველია, ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც რჩება ადამიანის გონებაში და ამ შორის შესაძლებელია, რომ საერთოდ შესაძლებელი კი არა არასწორი ინფორმაცია როგორც მინიმუმ, ამავდროულად მე მგონია, რომ პოზიტიური ვალდებულება აქვს სახალხო დამცველ საზოგადოების ინფორმირებულობიდან გამომდინარე, რომ ზუსტად გააკეთოს განსხვავება და მსგავსება რა არის 2007-2013 წლებში მოქმედ რედაქციასა და შემოთავაზებულ კანონპროექტს შორის, რაც არ გაკეთებულა, რაც კიდევ ერთხელ ვამბობ, არის ძალიან სამწუხარო და შემდეგ ეს ყველაფერი დეზინფორმაციული კამპანიის საწარმოებლად იქნება გამოყენებული, თუ არა და შევხვდებით ჩვენ რამდენიმე დღეში და ნახოთ თუ იგივე არ მოხდება, რომ სახალხო დამცველის არასწორად გაცილებული ინფორმაცია გახდება მათ შორის დეზინფორმაციული კამპანიის წარმოების და წარმოწყების საფუძველი სხვადასხვა გარედან დაფინანსებულ მედიის მიერ. მადლობა, კითხები შენიშნებით თუ არ არის დასკვნით სიტყვა პრინციპში მე მგონი გაერთიანეთ ბატონო არჩილ თან პასუხში. კი ბატონო, მაშინ და მე საკითხი განხილულია. მადლობთ. კარგი კოლეგებო, ჩვენ დაგვრჩა კენჭისყრები წარმოდგენილ ორ საკითხთან დაკავშირებით. პირველი ეს არის პარლამენტის წევრთა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შეტანის თაობაზე და უცხოელთა და მოქალაქეთა არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შეტანის შესახებ პროექტი, რომელიც ბატონმა შოთა ბერეკაშვილმა წარმოადგინა. კოლეგებო, ვინ არის მომხრე, რომ დაუჭიროთ ხარი ხსენებულ ინიციატივას? წინააღმდეგი არავინ, ერთხმად მხარდაჭერილია, ხოლო მეორე საკითხი ეს არის პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტი და ასევე ამავე პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები. ვინ არის მომხრე, რომ დაუჭიროთ ამ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი? წინააღმდეგი არავინ, საკითხი მხარდაჭერილია. კომიტეტის ხდომა ამით დასრულებულია. გმადლობთ.